გამარჯობა მეგობრებო, როგორც უკვე მიხვდით, ეს მოგზაურის ამბობია და ძალიან მაგარი სტუმარი მყავს, ერთი სული მაქვს როდის წარუადგენ. ის გახლავთ ძალიან ცნობილი მოგზაური, ოღონდ მუსიკალურ რითმებში მოგზაური ადამიანი და გაინტრიგეთ, მანამდე სანამ წარუადგენს შეგახსენებთ, რომ გამოგვიწერეთ, სადაც გვიპოვით, აქვე მინიშნებებია. მოკლედ, ცინკვესების მამა მიხეილ ცინცაძე. მოგესალმებით. მადლობა მიშა, რომ ხარ ჩემი სტუმარი, ჩემო მეგობარო. ზაქრო, ბედნიერი იყოს ჩემი ფეხი. შენს YouTube არხზე წარმატებები მილიარდი გამომწერი და მილიარდი მონეტიზაცია. ძალიან დიდი მადლობა. თუ მართლა მასე მოხდება, წილში ხარ ისეთი სურვილი. დიდი პატივისცემა ჩემგან, იმიტომ რომ მე ვიცოდი ისედაც რამხელაში რომ აიყო, მაგრამ ეხლა პირადად წავაწყდი ამ ყველაფერს და საკუთარ თავზე რომ გავდივარ ჯერ კიდევ უკვე ვიცი თამამად გეუბნები კომპლიმენტს თუ რამხელაში რომ აგაქვს ჩადებული რომ იქამდე მისულიყავ და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვს და დარწმუნებული ვარ სულ რაღაც სიახლეებს ეძებ და ეხლაც კი გვაქვს პატარა სიახლე არის ჩვენთან არხზე დავიწყეთ ცინკლექსები. ცინკლექსები დავიწყეთ ცოტა ხანში დავდებ თავის ეს როდის გავა ეს შენი ეპიზოდი მაგრამ დაველოდები ხო კი ცინკლექსები გვაქვს სიახლე და მოკლედ გირჩევთ უყუროთ. ხო, ჩემ გამომწერებს გირჩევთ გადმოხვიდეთ ზაქროს არხზე და გამოიწეროთ ზაქროს არხიც. ძალიან დიდი. ავეხმაროთ სტარტაპერს. ცოტა ხნით გადმოდით და მე დავბრუნდით. მოკლედ, წარმატებები სიახლეში, მან მე მგონი შანსები მეზრდება, ახლა ჩემი მუსიკალური შანსები იცი. ცინკლექსებში გეპატიჟები. მან შანსი. ცინკლექსებში გეპატიჟები, ესე საჯაროდ. სხვადასხვა პირდაპირ გეტყვი, გამოგიტები, იმდენად მიყვარს. ხო იცი როგორ ამეს გავს, აი რაღაცა რომ მაგრად მოგწევს, აი ფეხბურთის მაგალითზე გეტყვი რა. მაგარი ფეხბურთელი რომ უმაგრეს გოლს ძალიან ადვილად გაიტანს, ხო იცი? ხო გონია რომ ამას ხომ მეც გავაკეთებდი შეიძლება, მაგრამ მაგის მიმართაც ახლა ისე მიყვარს და ისე გულშემატკივრობ, რომ აი დამიწერია კიდე მართლა ნამდვილი რომ აი წავიღიღინებ რაღაცას და ცოტას გადავაკეთებ და ხო არა არის ეს და რაღაცები მაქვს ჩანიშნული და მე შეიძლება შენ კაცო ვიცი ჩვენ კომედიზე ვანოზე როცა ცინკვესებს ვაკეთებდი გიმუშავია და ფანტასტიკურად გამოგდის ეგ ამბავი მაგ მხრივ კარგი ტვინი გაქვს საფიქრალად ეხლა დაუბრუნდე საქმეს, სულ დაგვავიწყდა რომ ეს მოგზაურის ამბობია და მოგზაური მიშა ცინცაძე მაინტერესებს როგორია მით უმეტეს გიტარის გარეშე მე მგონი რა ვიცი პირველად ხედავ. ხო, გიტარის ხო, ამ ბოლო დროს ვცდილობ რომ სულ სტუმრად წავიდე გიტარის გარეშე, იმიტომ რომ სულ გიტარით ყველგან აქაც იქაც. ხო, ნატალია ხარ. ხო, დავთანხმდი, იმიტომ რომ საინტერესოა თვითონ ფორმატი, მოგზაურობის ფორმატი და მაგ რაღაცები მოსაყოლი ამ მხრივ გაუზიაროთ მაყურებელს კი, აი ბევრ განყოფილ ვარ სტუმრად, მაგრამ ამ თემას იშვიათად ამიტომაც მომეწონა დაუნტკიცე საკუთარ თავს ეს პროექტი, როცა მოვიფიქრე. კი, საინტერესოა. ჩემი მოგზაურობის ისტორია იწყება ძალიან ადრეულ ასაკში რა, სადღაც 6-7 წლის ასაკში. მამა ჩემმა რო გააკეთა ჩიორა ანსამბლი, აი ანსამბლის გასტროლების ეგიდით პირველი გასვლები მქონდა მაშინ, ხო რა, პირველ კლასში, მეორე კლასში ვიქნებოდი და კიდე პირველი გაოცება გითხრა, ანუ რამ გამაოცა. ნუ ახლა ჩემი პირველი და მეორე კლასი ხო გახსოვს რომელი პერიოდია რა, 90-იანების პირველი ნახევარი მთავრდება. კი ბატონო. პირველი ნახევარი მთავრდება და ყველაზე განათებული საღამოს რაც მაქვს ნანახი, ეს არის გაზის ლამპით განათებული. გაზის ლამპა იყო ყველაზე ნათელი რა, რაც შეიძლება მაგ დროს ქონოდა და მაშინ რომ ევროვიზიის განათება გენახა. ხო რა, ანუ შენთვის იყო ეგ განათება. კი. ხო და აი თურქეთში რო წავედით. თურქეთში. პირველად გასტროლებზე გზა დღამე შევედით ერთ-ერთ დიდ ჰიპერმარკეტში. სადაც არ დაუშურიათ ეს განათება და აი ამ დიდმა განათებამ გამაოცა. პირველი გაოცება იყო ეგ რომ თან ახალი წელი არ იყო. არა, ხო, უბრალოდ ბევრი ისა რა ქვია განათება და ადამიანის სახეებს რო უყურებდი გაგიჟებული ესეთი სახე არ მინახია და განათებული სახე ღამით ადამიანის. მაგარი შოქი. საერთოდ დაიწყო მოგზაურობა. პირველი ეგ იყო რა. გაოცება იყო მოგზაურობისგან გამოწვეული.
აი აპრიუსები 90-იანების ბავშვისთვის კი. სიბნელიდან მოდიხარ. კი და მე უკვე ხშირად მასანკანებით ვიყავით უკვე მე ეგეთ სოჭი სამჯერ თუ 4ჯერ ვიყავით უკრაინაში, კიევის ლიგაში. ფესტივალები იყო იმაში, იურმალა შენ ხო არ მოგიწია? იურმალაში მე აღარ მომწევია, მე სოჭში ვიყავი და იმაში კიევის უმაღლეს ლიგა ვითამაშე. დიდ მასლიაკოვს მიყავდა მაშინაც კიევის უმაღლესი ლიგა და მანდ ვიყავი. და ბოლოს აი ხა ევროპაში გასვლები ყველაზე კარგად დამახსოვრდა რა, იყო 14 წელს 2014 წელს მე გოგო ხამ სოლოხუთელს ვინც მიღებდა. გივი მაღრაძე, ამიკო გელაშვილი, ეხა ჩემი ოპერატორი ვინც არის 2014-ში მაშინ იყო ალბათ 17-18 წლის, ძალიან პატარა იყო. მოვაწყვეთ ევროტური მოკლედ. გერმანიაში ჩავფრინდით, გერმანიაში დაგხვდა საერთო მეგობარი, მანქანით და გერმანია, პარიზი, ამსტერდამი უკვე მეგობრის მანქანით ვიარ. ამსტერდამის კადრები მახსოვს კლიპში გაქვს გამოყენებული კი. პარიზის კადრებზე გერმანიის კადრებიც არის მაგ კლიპში გამოყენებული. რა სამშობლო მქონია. რა სამშობლო მქონია ჩემი საყვარელი. აი მაგ დროს გადაღებულია და ეგ იყო ევროტრიპი. მე რატომღაც მეგონა ერთ ქვეყანა არა, ხო აი ეგრე ვიარეთ. და საოცარი ამბავი იყო რა, აი მანქანით მოგზაურობა მეგობრების ხო ცალკე განხრაა ეგ რა, ძალიან მაგარი რაღაცაა და ეგ იყო რომ არ წაიშლება არასოდეს ეგ ემოციები მოგზაურობიდან და რა სამშობლო მქონია ირონიულად დაწერე ხო? ხო, ნუ ეგ მანამდე მქონდა უკვე გამზადებული რომ იქ რო ჩავიდოდით ის კლიპი გადაგვეღო ისე დამღლელია რამდენიმე ქვეყანა ვაღიაროთ რომ როდესაც რამდენიმე ქვეყანაში მიდიხარ და აი გადასვლა გიწევს. იცი რა, ასაკს გააჩნია. მაშინ მართლა ვამბობ, მაშინ ისე ვიყავით რომ არაფერი არ გღლიდა დედამიწის ზურგზე. მით უმეტეს ამსტერდამში რო შევიარეთ. კი ბატონო. ახალი სუნთქვა გაგვიხსნა მაგ ქალაქმა და ხო და მე უკვე პარიზში ვარ ორჯერ ნამყოფი რა. ერთი ამ მოგზაურობით მეგობრებთან ერთად ახალგაზრდობა უცოლო და მეორე ვიყავი ეხა 2024-ში ბავშვი წავიყვანეთ დისნეილენდში. და ეს იყო ორი სხვადასხვა პარიზი იყო რა. სულ სხვადასხვა პარიზი იყო ორი მიუხედავად იმისა რომ მაშინ ერთი დღით ვიყავით, ორი დღით ვიყავით პარიზში რა. 10 ყველაზე მეტი გამოგვივიდა მაშინ გერმანია, მიუნხენში ვიყავით 10 დღე. მე 3 დღე გავჩერდით პარიზში და 3 დღე გავჩერდით ამსტერდამში. ოღონდ ამსტერდამის 3 დღე ზედმეტი იყო. ბევრი ყოფილა 3 დღე ამსტერდამში. 3 ქვეყანა ერთად რომ ვნახე 4 დღით ჯამში 12 დღიან. აი მესამე ქვეყანაში აი სწორედ პარიზში დავიღალე. კი. იმიტომ რომ იმდენი კარგი დადებითი ინფორმაცია და ემოცია მოვიდა, რომ აი მინდოდა ჩამოვსულიყავი ერთი კვირით მომეყოლა მეგობრებისთვის, აი როდის დაიბადა კიდე იდეა ალბათ სადღაც ქვეცნობიერში ამ პროექტის მინდოდა მომეყოლა და მე თავიდან წასულიყავი, ის ზედმეტი იყო ზედიზედ და მაშინ თქვი, აი მეც ორჯერ ვარ პარიზში ნამყოფი და მაშინ თქვი, რომ დაღლილზე იმდენად არ მომეწონა და ვთქვი რომ პარიზში აღარ ჩამოვალ თუ ვინმე არ დამპატიჟებს ან რამე კონცერტი ან არ იქნება და მართლაც ასე მოხდა მეორედ მომიწია უკვე კონცერტზე გამოსვლა ანუ არა ჩემი ხარჯით ასე ვთქვა და მართლა ესე გამომეწონა მაგრამ აი ესა ანუ ამ გადაცემისას მთელი არსი რომ რაც ამ უნდა ჩვენ ერთნაირი ქვეყნები ალბათ თავისთავად გვექნება კიდევ ხო სადაც ყოფილვართ იგივე მიუნხენში გერმანიაში მეც ყოფილვარ დარწმუნებულა სულ სხვა შენი თვალით დანახული ნანახი და აი სწორედ ამ გამოცდილებას სხვადასხვა თვალით კი არა ერთი თვალით დანახული ორი ასაკის პარიზიც კი სხვადასხვა არის ხო ეხლა რასაც ვამბობდი რომ ის საერთოდ სხვა პარიზი იყო ეს საერთოდ სხვა პარიზი იყო რა აი უფრო დეტალურად ხوار გახსენდება აი მაგალითად ნუ გასაკები ახლა ბავშვთან ერთად და დისნეილენდის სულ სხვა პარიზი იქნებოდა ხო რა თქმა უნდა იცი განსხვავებები რა არის იცი პირველი არის განსხვავებები დროში რა დროს წლის რომელ დროს მიდიხარ 2014 წელს მეგობრებთან ერთად რო წავედით ივლისი იყო ძალიან კაი დროა პარიზისთვის ივლისი
არ ცხელოდა ძალიან ხო ჯერ. ხო, არა, ნორმალურია. ყოველ შემთხვევაში არ მახსოვს, სიცხეს შეეწუხებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ორდე ხო დავჩერდით, ის ღამე გივიმ და ორმა მეგობარმა მანქანაში მოინდომეს გატარება რა, მანქანაში. ხო, იმ მანქანაში გვეძინა კაცო, გვეღვიძა, სადაც მოგზაურობდი. ნუ მანქანით ხო გადადიოდი ქვეყნებში. მე და გოგო ხომ გადავწყვიტეთ სასტუმროს ნომერი აგვეღო და მეფეები ვიყავით სასტუმროს ნომერში მე და გოგო ხა და პირველი რაც დავამუღამე მან 14-ში ძირთად ვიყავით ეიფელის კოშკთან. წინ მინდორია, სადაც ძალიან ბევრი ტურისტი იკრიბება, საპიკნიკე მინდორია მოკლედ და იქ გავატარეთ ეს დრო, ვტკბებოდით ეიფელის უზარმაზარი სილამაზით ამ ქანდაკებაა ჩვენთვის. ხო და პირველი რაც დავამუღამე იყვნენ იქაური ფერატკანიანი გამყიდველები, იქ მოძრავი ფერატკანიანი გამყიდველები, რომლებიც ძალიან გვანან ჩვენთან რო სუნამოს ყიდიან ისინი. რა ქვიათ მაგათ კაცო? ციგნები კი არა და ბოშები. ხო. და რითი გვანან? იქიდან წამოვიღე ლაზერი ვიყიდე, როგორი ლაზერი, იცი მწვანედ რო ანათებს რა, რო გახედავ და ზოლი რო აქვს, ხო, იცი მაშინ 2014-ში ეხა ყრია ეგენი, მაგრამ მაშინ არ იყო ეხა ესე და $100 მითხრა. და $12 $100 დაიწყო. $12-ზე ჩამოვართ. ვაჭრობის სტილი აქვს საერთოდ. ხო რა, ჩამოვართვით ხელი $12-ზე ერთმანეთს და პირველივე $100 ხო მითხრა და 100 ძვირია მეთქი და მაშინ 90-ო და აი მანდ დავიჭირე $12 ვიყიდდი. ხო, კი, მანდ ვიყიდე. სადაც ეგ ერთი პრეცედენტი მოხდა. ისე ცოტა დრო დაჭირდა, ესე იგი $10 დაკლებას მივიდა ამ ტემპით. ხო. მე მგონი მაინც იჩქარე და შეიძლებოდა 7-აც. არა, შეიძლებოდა, ნამუზე უკვე მიღირდა, 12-ად მიღირდა უკვე, კაი რაღაცა იყო რა. 12-ზე ნაკლებას რომ ეყიდა, უკვე ჩემთვისაც არ იქნებოდა ის ფასეულობა არ ექნებოდა. და მეორე რაც დავამუღამე, იყო ტაქსები, სრულიად სხვა ფსიქოლოგიის ტაქსისტები არიან, ყოველ შემთხვევაში მაშინ იყვნენ იქეთ. ეხლა ჩასვლაზე უკვე საერთოდ ტაქსში აღარ ჩავმჯდარვართ, მეტროთი ვიარეთ და მეტროს პარიზის მეტრო საერთოდ სხვა ისაა რა ქვია, ამბავია რა, ძალიან საყვარელი რაღაცაა და მაშინ 5 ზოლი იყო და რაღაც თელი ერთი სხვადასხვა ზონები და სხვადასხვა ბილეთი გინდა. რამდენიმე ხანი დაგჭირდა რომ მაგრამ რო გავერკვიეთ მე ძალიან კომფორტულია უკვე რა. თავიდან საერთოდ თურმე ის რა ქვია, მიწისქვეშა ტრამვაით რაღაცა ყოფილა მეტრო გვეგონა და იქ შევსულვართ და მე უკვე ჩავედით მეტროში. უფრო ღრმად არის მეტრო რა. ამის ქვეშ იყო ხო ანუ მეტრო იქ. ხო და აქეთ 2014-ში ტაქსის რაღაცა ქუჩა გვაინტერესებდა და ტაქსის ვკითხეთ. ეს ქუჩა სად არისო და მოგთხოვა €5 ინფორმაციაში და ეს ისე გაგვიკვირდა. აქედან ჩასულებს რომ აი არა და უკვე ინტერნეტის ეპოქაა ხო რაღაცა ხო ასე ძვირად რატო ყიდის. ხო, კი, უკვე ხო, რა თქმა უნდა. ხო, სიძვირე პირველ რაც დავამუღამეთ, ძალიან სიძვირე იყო, €3 თუ €3.50 ღირდა წყალი ჩვენთან რო პატარა წყლებია, მაშინ ეგრე ღირდა. და ერთხელ ჩავჯექით ტაქსში და აი ძალიან პატარა ალბათ კილომეტრ-ნახევარი ან 2 კილომეტრი გზა იყო რა და მრიცხვას რო ხელი მიაჭირა €5 ეწერა უკვე რა. უკვე €5 იყო ხელის მიჭერა. €20 გადავიხადეთ მაშინ მახსოვს და მან შევთანხმდით რომ ტაქსი აღარ დამთავრებულია. პირველი პრეცედენტი იყო და მან გავერკვიეთ. €20 დაგვიჯდა ამის გარკვევა. ხო და მოკლედ ეს ამბები იყო და მე უკვე კიდე ყველაზე მაგარი რაც იყო რომ მთელი ამ გზის განმავლობაში ეს მანქანა ამბიჩს ყავდა $500 ნაყიდი რა, რაღაცა ძალიან Suzuki იყო, რაღაცა სპორტული მანქანა იყო და 5 საათში ერთხელ გვიფუჭდებოდა. 5 საათში ერთხელ რაღაცა ფუჭდებოდა, ხანსად ვიყავით გაჩერებულები, ხანსა და ჩვენ ვგიჟდებოდით, ისე მოგწონდა ეს, იმიტომ რომ ცალკე თავგადასავალია რა, რომ მანქანით რო გადა თავი გიფუჭდება, თასადა ხარ, ვიღაცეებს უნდა
გაგიჟებულები ვიყავი სიხეულისგან და ეს კვდებოდა ნერვიულობით ამას ეგონა რომ აი ჩაგვიქაქა მოგზაურობაში და ამ დროს პირიქით გაახარეს პირიქით ვეუბნებოდი რომ ბაგარია რას ამბობ ეს არის მოგზაური ესაა მოგონება მაგარია განწყობა და პოზიტივი ხო რა თქმა უნდა და ასაკით თორე ეხა რომ 5 საათში ერთხელ გამიფუჭდეს მანქანა უცხოეთში გავგიჟდები ნერვები მომეშლება კაც მაშინ ვიყავით და კიდე აი გერმანიაში მიუნხენში რომელი მდინარე იყო აღარ მახსოვს რა აი რო ჩავედი ფეხი რო დავდგი ფსკერზე ხო გეგონება ის ლამინატი და არ ვიღაცა რა ანუ ეგეთი მდინარის ეგეთი ფსკერი ხო არ მქონდა ნანახი აი ესეთი ფსკერი მქონდა და გამოვშტერდი ვერ მივხვდი რა და როგორ ანაირად და აი ეგ დამამახსოვრდა კიდე რა იმ დროინდელი მოგზაურობიდან ის განწყობა რო თქვი წერან ხო იცი მანქანამ ნუ თითქოს გააფუჭა და კარგი მხრიდან რო დაინახეთ მაგის კარგი მაგალითი მახსენდება ხო ჩემი მეგობარი ჩავიდა ოღონდ სამოგზაუროდ არა პარიზში ჩავიდა რაღაცა სამსახურის ძიების მიზნით და ვიღაც უნდა დახვედრო და ხო ვინც აიყვან და სადღაც საქმეს დაახვედრებდა მოკლედ სამუშაოს და მოკლედ რაღაც და არ დახვდა აღმოჩნდა ქუჩაში და რთულ პირობებში მაგრამ იქიდან დამირეკა და მითხრა უპატრონოთ არავინ არ დამხვდა ბოდიალობ ქუჩაში მაგრამ ბოდიალობ პარიზის ქუჩებში განწყობა შეიძლება პარიზის ქუჩებში ვარ ამის დედაცოა და რა თქმა უნდა კარგადაც ასე ვთქვათ აი ალბათ ერთ გადამწყვეტი მომენტი იყო რომ ეს წარმატებით დაესრულებინა იქ ყოფდა ისწავლა სხვათა შორის ახლა მაგარი ფსიქოლოგია და გაიარაღებს ხო ეგ მუღამია აქვს რომ რაც უფრო ღარიბულად ხარ პარიზის ქუჩებში მით უფრო პოეტურია კი ბატონო და უფრო ორგანული ხარ რა პარიზში ღარიბი კი და ის სულიერ ასპექტებს უფრო აკვირდები და ეხა თუ ბევრი ფული გაქვს და ყველგან ჭამდა სადღაც შედიხარ იქ უკვე ძალიან ხორციელია და სხვა ამბავია კი ბატონო გადმოვიდეთ 20-25 წლის პარიზში მოგზაურობაზე ოჯახით მოგზაურობაზე ხო ბიჭო აი ძალიან ბევრი განსხვავება რას დავაკვირდი ბარბარეს ვაკვირდებოდი რა და ბარბარეს და ახალი თაობის რეაქცია ხო რა აი მის თვალიდან ხო და ბარბარე მითხრა რომ დიდ რაღაცა კულტურულ განსხვავებას ვერ ხედავს უბრალოდ არის სხვა ქალაქში ჩასული რა და მეტი ისეთი განსხვავება სხვა ტიპის არქიტექტურა და ეგ განსხვავება ეგ არის ანუ რას მინდა ხაზი გაუსვა იცი რომ მე რომ მაგის ასაკში პარიზში ჩავ წარმოიდგინე შუქმა გამაგიჟა აი ზუსტად ეგ უნდა შენ რო არ გეთქვა მე უნდა მეთქვა ხო მე მაგის ასაკში უბრალოდ შუქმა და იმხელა კონტრასტი აღარაა კონტრასტი აღარ არის ხო რა იმიტომ რომ კი ბატონო აი რა საინტერესოა ხა ბავშვის თვალით ხო აი ეგ ამბავი და შენ წარმოიდგინე მაგის მერე ვიყავი ჩასული ვარნაში წაგვიყვანა და პირველად ვარნაში გავაკეთე ორი უდიდესი აღმოჩენა პირველ მეორე კლასში ისევ მე რომ ერთი იყო რომ ფერატკანიანი ვნახე დავინახე ესე ცოცხლად არ მქონდა ნანახი და ერთი სანამ თვალს არ მოეფარა ვაკვირდებოდი მეორე რომ საზოგადო თავშეყრის ადგილში პარკში სადაც ვიყავით სადაც კონცერტს ვატარებდით მოკლედ ღიაცის ქვეშ ჩავატარეთ კონცერტი პირველად დავინახე რომ საჯაროდ კოცნიდნენ გოგო და ბიჭი ერთმანეთს აი სრული შოკი იყო ეს ჩემთვის მაგშინ და ნუ მესამე და ყველაზე დიდებული რაც იმ პაესტკაში აღმოვაჩინე ეს იყო გასაბერი კოშკი ხო იცი დიდი გასაბერი კოშკები როა ბავშვები სადაც არა ხოროხტუნა ისა ბატუტი კოშკები როა ბავშვების პირველად მან წარმოიდგინე ხა შუქით გაგიჟებულს რომ კიდე ეგ შეგხვდება ესე იგი მხოლოდ ჩემს სიმღერას დავესწარი გვერდით იყო ის კოშკი რა ახლო მხოლოდ ჩემი სიმღერის დროს ვიყავი აი ამ ჩემ ჯგუფელებთან დანარჩენი სრული დღე გავატარე იმ კოშკზე ხტუნაობი ხო მაგარია ხო რა და ეხა უკვე სხვა ის ქონდა ხო ბარბარეს და მაგრამ ახალმა წელმა დისნეილენდში ყველა მოლოდინს გადააჭარბა რა სასწაული იყო ის იყო უკვე განათება იყო ოღონდ შოუ პროგრამა დაიწყო სადღაც
მოხსნა დილას წავედით. რაღაცებზე ნუ რაზე უნდა მოვასწრო იქ იმ ხელა მაშინ რა ქვია დისნეილენდში. რაზეც მოვასწარით დაჯდომა და სრიალი და ის მოვასწარით. და უკვე საღამოს მოგვიწია როგორი რაღაცა, იცი, როგორც კი შევბნელ და იქ დისნეის კოშკი სადაც არის, მთავარი ადგილი სადაც არის, იქიდან დაიწყო უკვე აღლუმი, საახალწლო აღლუმი და ну ეს იყო საოცრება ღამის პირველ საათამდე 2 საათამდე ანუ ამას ვერ გადმოსწრე. კარგად დაგიგეგმავთ რომ ახალი წელი აჩვენე ძალიან მაგრამ ანუ 25 წელს შეხვდით მათ 25-ში თუ არ ვწდები რა მე მგონი 25 იყო კი ხო და მოკლედ აი ეს განსხვავებები იყო და კიდე ხო რა უნდა ვთქვა რომ იქ ხო ივლისში ვიყავი ვინც გადაწყვეტს რომ წავიდეს პარიზში სამოგზაუროდ არავითარ შემთხვევაში არ წავიდეს ზამთარში თუ მაგალითად მაინც და მაინც ახალი წლის შეხვედრა არ უნდა დისნეილენდში იმიტომ რომ ბიჭო ძალიან სიცივე საშინელი სიცივე რა აი იმ სიამოვნების სადღაც 30-40%-ს გართმევს ეს სიცივე. ხო, იმიტომ რომ ახლა ქუჩაში თუ ვერ ისეირნე. ხო, თან ნუ პარიზის ქუჩებში რო ვერ ისეინებ და თითები რო გეყინება და რო ზაგზაგებ და ხო, ასე ფეხები რო გეყინება. მე მეორე მარტში ვიყავი და უკვე აღარ ციოდა ცოტა. ხო, მაგრამ ციოდა, მაგრამ იქაურმა ქართველებმაც მითხრეს რა, აი მარტიც კი ცოტა ცივია პარიზისთვის. აპრილიდან უკვე კარგია რა პარიზი. საშინელი ვერც ეიფელზე ხო ავედით, იქ საერთოდ გავიყინეთ, კაცო, ამ სიცივეში კიდე მაღლა რო ახვალ, ქარი უფრო კარგად უბერავს. თან ზამთარში მესამე სართული დაკეტილი აქვთ. როგორც წესი, ამიტომ ზამთარში ეიფელის მესამე სართულს ვერ ნახავ, როგორც ვიცი. ამიტომ პარიზი ჯობია თბილ პერიოდში. როგორც ალბათ ბევრგან. ხო, ალბათ, კი. კი ბატონო. თუ რაღაცა სპეციფიკურად ზამთრის კურორტია ისა რა აქვს. და ყველაზე ცუდი მოგზაურისთვის რაც არის ზამთრის პარიზში ეს არის რომ 5 საათზე უკვე ბნელა. აუ ხო. თუმცა ახლა დაბნელებულში კაი განათებულია და ხო, კი, მაგრამ ვერ ასწრებ რაღაცებს რა. კი ბატონო, კი ბატონო. აი ხა ერთი პროფესიული კითხვა რო დაუბრუნდეთ საქმეს, აი ბოლომდე რილაქს ახერხებ რომ მიდიხარ თუ მაინც გეფიქრება საქმეზე და რაღაცა ხო არ დაგიწერია იქეთ მოკლედ რამე ისეთი რა თუ დუნდები ბოლომდე მე მაგალითად ვერ მეც ბოლომდე ვერ იზამ ალბათ ვერ იზამ იმიტომ რომ ის მიყვება სადაც არ უნდა წახვიდე ის ფიქრი ხო მიყვება რაზეც ყოველდღიური რუტინა იმ დოზით ვერ ფიქრობ მაგრამ რაღაცა დოზით მაინც რჩება რა შენში და ფიქრობ, კი, ბოლომდე ვერ ახერხებდი. ინსტრუმენტი დაგააქვს მოგზაურობაში თუ ნაკლებ? ორჯერ ისე ვიყავი, რომ არ დამჭიროებია, ანუ იმით არ ყოფილვარ. საქმიანი. პროფესიულად არ ყოფილვარ. ხო, იმიტომ რომ მე რა ვერსია ვიფიქრեցი, ვიზაერით მიდიხარ, შეიძლება უკულელე წაიღო რა, ხო, ჩანთი ზომები პატარა აქვს და მაგ უკულელე გადის ზომების სტანდარტებში. კი ბატონო. იან გააქვს შენ პირველი შოკი ჩემთვის კარგი გაგებით პირველად ნახე შენ რო შეიძინე გახსოვს უკულელე ხო კი არის ფორმაში ისე რა თქმა უნდა ეგ უკულელე არის ჩემი თავარი უკულელე მეტი უკულელე არც ამას და ის რასაყვარელი კაცი იყო გახსოვს ის ვინ შეგვაყვარა ეგ ინსტრუმენტი სუკანი დიდი ხო დიდი ხო ძალიან საყვარელი რა ერქვა აღარ მახსოვს ჰავაიდან იყო ხო ზოგადად უკულელე მაკედან არის ეგ ინსტრუმენტი მაკედან არის კი Somewhere over the rainbow მაგას მღეროდა კი საყვარელი კაცი ხო მეც მაკედან აღვიქვი პირველად და სხვათა შორის მე რო ეგ უკულელე გამოვიწერე საერთოდ არ იყო ქალაქში არ იყო ხო მე ხო ქალაქში უკულელეს ვერ იყიდდი და რამდენი წლის გამოდის ბაბუაჩემს ქონდა ხო იტყვის შვილიში კაი 13 წლის გამოდის ბარბარე რო აიღებს ხოლმე დასაკრავად სულ ვეუბნები რომ ბარბარე უკრავს უკვე ხო კი უკულელეზე ვასწავლე ვიდეოს არა მარტო უკულელეზე არა ვიდეოებს ნახულობ ხოლმე დებთ რომ ყერის და კი კაცო კი მუსიკალურად კი მოკლედ გენი თავისა შვება კი შემოქმედებითია ძალიან მამა ახსენე და დიდი მოკითხვა მინდა გადავსწრე და დიდი პატივისცემა მას ძალიან მიყვარს ცოლთან ერთად მგზავრობა სასწაული ხო ძალიან მაგარი რაღაცა ნუ ხო მეგობრებთან ერთად ხო არის და აი მეუღლესთან ერთად მგზავრობა არის სულ სხვა რაღაცა ძალიან ისეთი
ზოგადად ოჯახთან ერთად მგზავრობა რა. არის ქვეყნები, რომელს სადაც ოჯახთან ერთად უნდა წახვიდე, არის უნდა წახვიდე მეგობრებთან ერთად და აი ოჯახთან ერთად თუ არის შანსი არასოდეს არ უნდა გამაზო სამოგზაურო წასვლა რა. იმიტომ რომ მოგზაურობაშიც სხვანაირად ბევრ სიახლეს ნახულობ შენივე ოჯახის წევრებში რა. ძალიან კარგი სიტყვებია, მაგრამ მე ამოვჭრი ამას, იმიტომ რომ ცოლი მომთხოვს ვერასად მე წასვლა. და დავთოვე. არა, ხუმრობით რა თქმა უნდა, ძალიან კარგი სიტყვებია და ოჩახში მაგისთვის. დავიდე, ძალიან დიდი მადლობა შენ. სტუმრობისთვის, კარგი ამბებისთვის, მოკითხვა ყველას ოჯახში, წარმატებები შენს მაგარ საქმეში, შენი მაყურებელი ვარ, იცოდე, იმ მრავალ მილიონიდან ერთ-ერთი მე ვარ, რომ აჭერს ხოლმე და იღიმის და იღებს სიამონებას ამ ყველაფრისგან. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის, მაყურებელს სანამ დავემშვიდობები, კიდევ ერთხელ თხოვ გამოგვიწეროს, საკ პატარა მინიშნებები, დახმარებები გვაქვს. ზარის ღილაკი, გამოწერა და კომენტარები აუცილებლად და ჩემს გამომწერებს კიდევ ერთხელ ვთხოვ რომ გადმოხვიდეთ და საქმეს არხის გამოიწეროთ. მიშა ცინცაძე იყო ჩვენი დღევანდელი მოგზაური. დღეს ამით გემშვიდობებით, მომავალ მოგზაურობამდე მეგობრებო, ჩვენ ძალიან მალე დაგიბრუნდებით.